ბერი ეფრემ ფილოთეველი სნეულებათა შესახებ. საბოლოო გამოჯანმრთელებას გისურვებ. რას ვიზამთ? უფალი წვრთნის, რათა საუკუნო სასყიდელი გქონდეს. რაგი მოღვაწეობას არ ვეწევით, 8 წლის სანაცვლოდ უფალი სნეულებებსა და ჭირს გვიგზავნის, რომ საბჯაროზე მცირედი ნუგეში მივიღოთ. რას ვიზამთ, შვილო? ჩვენს უფალს ასე სურს. ვიტანჯოთ, რომ მომავალ სოფელში განსვენება ვპოვოთ. აქ ყველაფერი დროებითია, იქ საუკუნო. კაცრია ზამთარი, მაგრამ ტკბილია სამოთხე. და აქ გაგვეყინოს ფეხები, რათა იქ მარადიულ ფერხულში ჩავებათ. დიდება შენ და ღმერთო. ჩემო კურთხეულო შვილო, სიყვარულის ღმერთი იყო შენი ცხოვრების მეგზური. ამინ. შვილო, გისურვებ ჩვენმა იესომ მოთმინება მოგცეს, რადგან მოთმინებით გამოუთქმელ სიკეთეს განძს მოიხვეჭე, რომელსაც ზეცაში არავინ მოიპარავს. მთელი ძალისხმევით იღვაწე. ტკივილის დასათმინად მთელი ძალა მოიკრიბე, რადგან ტკივილი განმწმენდი წამალია, რომელიც ადამიანის სულს კურნავს და სიწმინდემდე აღამაღლებს. წარმავალია ტკივილი, საუკუნოა დიდება, კაცრია განსასწრების ზამთარი, ტკბილია სასუფევლის შვება. მრავალი გასაჭირით შევალთ სამოთხის ზეციური სამყაროს თვალის მომჭრელ ნათელში. ხოლო ჩვენს იესოს ჩვენდამი მოწყალეს ვნახავთ მაშინ, როცა მოვითმენთ განსაცდელს, რომელსაც ჩვენდამი უსაზღრო სიყვარულის გამოგვიგზავნის. უფლის მადლით ავსებული იყოს შენი სული. მივიღე შენი წერილი და ვნახე, რომ შენი ჯანმრთელობა ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. თუმცა განსასწრელი, რომელსაც მოთმინებით იტან, მიუთითებს, რომ სულიერად ჯანმრთელი ხარ. დიახ, შვილო, ყველა გამოცდა, რომელსაც ღვთის სიყვარული გვიგზავნის, იმისთვისაა, რომ ძვირფასი მოთმინება შევიძინოთ და მივემსგავსოთ ზეციურ მამას, ღმერთს, რომელსაც ვადიდებთ და ვამბობთ, რომ ის არის მამაი მოწყალებათაი და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის ცემისაი. ღმერთი განსასწრელი შესაბამის მხოლოდ მოთმინებას კი არ გვაძლევს, არამედ ნუგეშსაც. როცა ადამიანი განსაცდელს სიბრძნით, სიკეთით და სიძრფელით ითმენს, რამდენი უბედურება დაითმინა წმინდა სვენკლიკიტიამ, რამაც ის წმინდანად აქცია და განადიდა. ღვთის სული მათში მკვიდრობს, ვინც განსასწრელს მოთმინებით ხვდება და სიბრძნითა და გულისხმისწყობით იტანს. მათში კი ვინც შვებითა და კეთილდღეობით გასაჭირსა და გამოცდის გარეშე ცხოვრობს, ღვთის სული მათში მკვიდრობს, ვინც განსასწრელს მოთმინებით ხვდება და სიბრძნითა და გულისხმისწყობით იტანს. მათში კი ვინც შვებითა და კეთილდღეობით გასაჭირისა და გამოცდის გარეშე ცხოვრობს, ეშმაკის სულია ჩაბუდებული. ამიტომ შილო, გიხაროდეს და მხნედიყავი მოთმინებაში. გაძლიერდი და სულის სახლი მოთმინების საძირკველზე ააგე. იფიქრე, რომ ცათა სასუფევლის ღირსი ის გახდება, ვინც ბოლომდე მოითმენს. გრიპით ვარავად, ბრმანაწლავის არეში ძლიერი ტკივილი მაქვს. არ ვიცი რა იქნება, რაც უნდა იყოს, დიდება შენ და ღმერთო. ღმერთს ვუყვარვართ და უნებური ტკივილებით ცდილობს თავისი სრულყოფილი სიკეთის ზიარების ღირსი გავხადოს. სამწუხაროდ ჩვენ, პირველად კი მე, სული არ გვიყვარს, სულიერი თვალსაზრისით. რომ ყვარებოდა, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ გასაჭირს უსაყვედროდ მოვითმენდით საუკუნო სიკეთის მოსაპოვებლად. ტკივილი აფაქიზებს, არბილებს გულს და განაგდებს სისასტიკეს. ამგვარად დარბილებულ გულში მზადდება ნიადაგი ჭეშმარიტი სინავლის დასათესად და ჩვენს გამოსასწორებლად. ჩვენ ყოველგვარ გასაჭირში სიმხდალეს ვამჟღავნებთ და ამით ერთგვარად ხელს ვკრავთ ღვთის მადლს. ადამიანს ბედნიერების ჟამს არ შეუძლია ახსოვდეს ღმერთი და თუ აგონდება იგი, აგონდება ჩრდილივით. ხოლო ცხადა და მხურვალედ მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა განსასწრელი ტკივილი უახლოვდება. როდესაც ადამიანს მწუხარება ან უბედურების მოლოდინი შეავიწროებს, გულმხურვალედ იწყებს ლოცვას. ამ დროს ღმერთი იმ დედასავით კმაყოფილია, რომელსაც შვილი ტკივილით ეძებს, რადგან მასში სიყვარულს ხედავს. როგორც უნდა გამოიცდებოდეს კაცი,
ყოველთვის მოგებული დარჩება, თუ გამოცდა შესაბამისი მოთმინებითა და მადლიერებით მიიღებს. ეს განსაცდელის ბოლოს გამოჩნდება, როცა სული სიმსუბუქეს, გონების განათლებას და სულში შეჭრილ სიტყვებას იხილავს. ვილოცოთ, რომ ამ ცხოვრების ჭირის მოთმინება და ცოდნა მოგცეს, რათა ხსნა მოვიპოვოთ. ამინ.